Ქრისტემ დაგლოცოთ, ქრისტემ აცხონოს ყოველი დღეს აქ ამოხსენებულნი, მიცვალებულნი და ყოველი მართლმადიდებლობით შესვენებულნი. ქრისტემ დაიფაროს და შეიწყალოს ყოველი დღეს აქ ამოხსენებული ცოცხალნი და თითოეული ჩვენთაგანი. სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა. ცხოვრებას ბევრი განსაცდელი აქვს. დღესაც აღმოვიკითხეთ პავლე მოციქულთან, რომ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ადამიანს დიდი მტერი ყავს სიკვდილის სახით, რომელიც მის ყველა წამოწყებას, ყველა ამქვეყნიურ სიხარულს, იმედებს, საქმიანობას, ნიჭიერებას, ყოველგვარ მისწრაფებას აცამტვერებს, ანადგურებს, არაფერს ტოვებს. თუმცა ჩვენ მორწმუნენი ვარ და ვიცით, რომ ყველაფერი ამით არ მთავრდება. მაგრამ ვიცით, რომ იმიტომ რომ ქრისტიანული ცოდნა და გახსოვთ უფალსთან სახარებაში ხშირად არის ესეთი შემთხვევები, რომ ეხლა გწამს მოწაფეები ეუბნებიან, ეხლა გწამთ უფალი კითხვას უბრუნებს. ეხლა გწამთ და მე უწინასწარმეტყველებს, როგორ განიბნევიან, როგორ მიატოვებენ, როგორ იქნებიან შეძრწუნებული, შეშინებულნი, უიმედონი. ამიტომ როცა ჩვენ ამბობთ, რომ ვიცით, ჩვენ მორწმუნენი ვართ, ვიცით, რომ ეს ცხოვრება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი არსებობა, ჩვენი სიცოცხლე ამ ცხოვრებით არ თავდება, შეიძლება შევუბრუნოთ საკუთარ თავს კითხვა და ვიცით, რომ თეორიული ცოდნა რელიგიურ ცხოვრებაში არაფერს იძლევა. შეიძლება იყოს კარგი ფილოსოფოსი თუ თეორია იცი ფილოსოფიის და ნებისმიერი სხვა მეცნიერებაში წესია, მაგრამ აი ქრისტიანობა საერთოდ რელიგიურ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ქრისტიანობაში ესეთი რამე არ არსებობს, რომ თეორიულად იცოდე და პრაქტიკულად გამოცდილება არ გქონდეს. რა არის ის, რითაც ჩვენ შეიძლება რომ რწმენა გაგვიცოცხლდეს? ალბათ უპირველეს ყოვლისა ეს არის სიყვარული. ერთის მხრივ სიყვარული მწვერვალია სულიერი ცხოვრებისა და ღმერთთან ურთიერთობაშიც მწვერვალია, მაგრამ მეორეს მხრივ იგი ჩანასახის მდგომარეობაში თუ არ იმყოფება ჩვენთან და რწმენა, რომელიც გვეძლევა ამ რწმენას ჩანასახის მდგომარეობაში სიყვარული თუ არ ახლავს, ჩვენი მხრიდან თუმცა ეს ნიჭია ღვთისაგან მოცემული, მაგრამ ჩვენი სიცოცხლეს ნიჭი არ არის და განა ჩვენი ადამიანობა, განა ჩვენი ღვთის ხატობა, ღვთის მსგავსება, განა ნიჭი არ არის. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს განსაკუთრებით ეს 18-19 საუკუნეს ჭირდა და ეხლა 21 საუკუნის ახალგაზრდებს ჭირთ ხოლმე, რომ ადამიანი ევოლუციას განიცდის. ადამიანი ევოლუციას არ განიცდის. ადამიანი ერთი მოცემულობა, ერთი კონსტანტა შეიძლება ასე ითქვას და მის დასტურად ისიც გამოდგება, რომ თქვათ, თუ მოვნახავთ ჯერ კიდევ არსებულს და ყოველ შემთხვევაში მე-20 საუკუნეში ბევრი იყო ესეთი სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, სულ ეხლახან იყო აგერ ავსტრალიაში, აბორიგენები, შავკანიანები, ინდიელები სამხრეთ ამერიკაში, რომლებიც ცხოვრობდნენ იმ ცხოვრებით, რომელიც ცხოვრებითაც კაცობრიობა თავის გარიჟრაჟზე ცხოვრობდა. ფაქტობრივად ველურები არიან, შეიძლება ასე ითქვას, პირველყოფილები. მაგრამ საკმარისია ნებისმიერი ადამიანი მათ შორის თანამედროვე, თქვათ, რასაც ევროპული ცივილიზაცია ქვია, მოაქციო აქ, კინა აღმოსავლეთი აზიური ცივილიზაცია, აზიური ცივილიზაცია. იმ წამს ეს ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი ბავშვი ჩვეულებრივად სწავლობს, ჩვეულებრივი ინტეგრირებული ხდება სამყაროში და საზოგადოებაში. ანუ არანაირი განსხვავება ადამიანს დღევანდელ ადამიანს შორის და 1000 წლეულების იქით რომ ადამიანი იყო და პირველი არაფერი არ არის, არსობრივი განსხვავება არ არის, იმიტომ რომ მაშინ განსხვავება იქნებოდა ჩვენსა და თქვათ აბორიგენებს შორის და ასე შემდეგ. იმ ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რომელიც აი ესეთ ქვეყნებში ცხოვრობდა, სადაც ცივილიზაცია არ იყო და არ არის. ადამიანი აი ეს მოცემულობა და ეს მოცემულობა არის ღვთის ხატობა და მსგავსება, რომელსაც აქვს საოცარი თვისება, რომ
ზნეობრივი ნორმები დაიცვას თავის გულში და სინდისისაგან მხილებულია ეს საოცარი მოვლენა. ასევე აქვს ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ყველას აქვს რელიგიური ცნობიერება, ათეისტსაც კი რელიგიური ცნობიერება აქვს. ფათაშორის ენგელსი საოცარ ამას ამბობდა, რომ ყველა ვინც კი ნახეს, ჯერ კიდევ ციცერონი ამბობდა ამას და მე ენგელსის დროს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მეცნიერება ვინც კი სტომი ხალხი იპოვა, ყველას ჰქონდა რელიგია და ენგელსი ამბობდა, რომ აუცილებლად მეცნიერება რო განვითარდებაო და ყველაფერს ამ თეთრ ლაქებს გამოიკვლევენ დედამიწაზე, აუცილებლად მიაკვლევენო ტომებსო, რომლებსაც რელიგია არ აქვს და მაშინ დასტურდებაო, რომ ღმერთი არ არსებობს, იმიტომ რომ თუ ყველას აქვს და ყველას ეს საოცარი სწრაფვა რელიგიური ცხოვრებისადმი, ეს ერთ-ერთი დამოდასტურებულია ისტორიული რომ ღმერთი არის. მაგრამ ადამიანია და ესეთ რამე არ დადასტურდა. და ეს საოცარი ქმნილება, ღვთის ხატი და მსგავსი არსება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ სინდისი აქვს როგორც გითხარით, მაგრამ მარტო ამით არა. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომლის გარეშეც სინდისიც არაფერი არ იქნებოდა, ეს არის უნარის სიყვარულის. სიყვარულისა, რომლის გარეშეც ადამიანს არაფერი არ გამოსდის საერთოდ, ვერაფერს ვერ გააკეთებს სიყვარულის გარეშე. ვერანაირი საქმეს ვერ ეწევა, ოჯახს ვერ შექმნის, შვილს ვერ აღზრდის, მშობელთან ურთიერთობა არ ექნება, სამშობლოში ვერ იქნება ღირსეული მოქალაქე, კარგი მეზობელი ვერ იქნება, კარგი ხელოსანი, კარგი ხელოვანი, ვერაფერი ვერ იქნება სიყვარულის გარეშე. ასე რომ თუ ეს ესეა, მაშინ ბუნებრივია, რომ როგორ შეიძლება რწმენაში სიყვარული არ იყოს თუნდაც ჩანასახის მდგომარეობაში. და ის სიყვარულია მე, რომელიც რა თქმა უნდა ვალდებულებასთან, პასუხისგებლობასთან, ღვთის შიშთან, რწმენასთან, ყველაფერთან, ჩვევასთან, კეთილჩვევასთან, ყველაფერთან ერთად, მაგრამ თვითონ სიყვარულია ის, რომ არ გვაძლევს საშუალებას მიძინებისა სულიერ ცხოვრებაში. არ შეიძლება, იმიტომ რომ სხვანაირად ღალატობ ქრისტეს. არა მარტო ის, რომ თუ არ იცხოვრებ კარგად დაიჟები, არა მარტო ის, რომ ჯოჯოხეთი არსებობს, არა მარტო ის, რომ ცხოვრებაში ხელი მოგეცარება, ეს წარმართული შეხედულებები რომ არის, ხო ავად გაახტები და შემდეგ. არამედ როგორ უღალატო ქრისტეს? როგორ უნდა დაიძინო? ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს, წელიწადს, 10 წელიწადს, მთელი ცხოვრება როგორ უნდა გეძინოს და ერთხელ მაინც არ დაუსვა კითხვა შენ თავს, რომ ხომ წამხარ უფალო და არ გეძებო, არ გნახო, არ გიპოვო. და სიყვარულია, რომელიც ძალიან ხშირად გადამრჩენელია ხოლმე ჩვენი რწმენის. საერთოდ რწმენა უცნაურად შემოდის ჩვენში. შეიძლება სიყვარულსაც შევადაროთ, პირველ სიყვარულს, ვისაც გამოუცდია. როცა ადამიანი ცოტა შტერდება, უკაცრავად ამ სიტყვაზე. ანუ ისეთი რაღაცები ეწყება შიგნით, რომელიც ლოგიკას აღარ ექვემდება, ემორჩილება და ალოგიკურია, რაღაც არამქვეყნიურია, რაღაც მიწიერია და ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს. გავს ცოტათი ამას. ერთ-ერთი მე ადრეს გითხარით, ერთ-ერთი ბიოგრაფია წავიკითხე, ძალიან საინტერესო მოძღვრისა, რუსეთში მოღვაწეობდა, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გარდაიცვალა და მისი სულიერი ცხოვრება დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს. და ეს უკვე ცოტა მოზრდილი იყო, ესე 15-16 წლის იყო. როდესაც ერთხელ სადღაც სოფელში ცხოვრობდა, რომელიღაც სოფლის ეკლესიაში შევიდა ესე და იქ დაემართა რაღაცა და იქ მის ბიოგრაფიაში წერია და ეს სიტყვები მისი სიტყვებიდან გამომდინარეა, რომ მან შეიგრძნო ცოცხალი ღმერთი ეკლესიაში მსახურების დროს იყო და ღმერთი შეუყვარდა ღმერთთან მთელი ცხოვრება და მის ცხოვრება სამწუხაროდ აღარ სახელი მახსოვს, მისი აღარც გვარი მახსოვს, სამწუხაროდ დიდი ხნის წინ წაკითხული მაქვს. მთელი მისი ცხოვრება იყო ერთი აღმაფრენა, ერთი ამოსუნთქვა, ერთი ცეცხლი, გულიდან ამომავალი, რომელიც იყო ღვთისადმი სიყვარულის უდიდესი გამოვლენა. მაგრამ ეს ყველა წმინდანთან ასეა, მეტნაკლები გამოხატულობით. ზოგი ნაკლებად გამოხატავს თავის შინაგან სამყაროს და ნაკლებად ემოციურად, ზოგი მეტად. პავლე მოციქულთან ეს ხომ საოცრად არის. მე კი აღარა ვარ ცოცხალი, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. ქრისტეს ჭრილობებს ვატარებ. თუ ჩვენ არ შეგვიყვარდება ღმერთი
და მე უკვე ყველაფერი აქედან გამომდინარე, თუ ქრისტე გიყვარს, შეუძლებელია არ გიყვარდეს ეკლესია, იმიტომ რომ ქრისტე და ეკლესია პრინციპში ერთ და იგივეა. იმიტომ რომ ქრისტე ეკლესია ქრისტეს სხეულია და ჩვენ მისი უჯრედები ვართ. ამიტომ ეს ერთმანეთთან ისეთ კავშირშია, რომლის განცალკევება შეუძლებელი, იმიტომაც ამბობს პავლე მოციქულო, ქრისტე ეკლესია ქრისტეს სხეულია და თავად ქრისტე მისი თავია. განუყოფელი ერთი ორგანიზმი. და თუ ეკლესია შეგიყვარდება, მაშინ შეგიყვარდება ყველაფერი, რაც ეკლესიაში და ყველაზე მთავარი ლიტურგიკული ევქარისტიული მსახურება შეგიყვარდება. შეგიყვარდება წმინდა წერილი, შეგიყვარდება ლოცვა, გონიერი, რომელთაც ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას ცდილობ. და მაშინ თუ ეს სიყვარული შენში ძალიან გრძნობადი იქნება, ძალიან შეგრძნებადი იქნება, უბრალოდ სადღა იქნება სიზარმაცე, სადღა იქნება გულგრილობა, სადღა იქნება დაზარება, სადღა იქნება ის, რომ თქვა, გონება გაგექცევა ამ ქვეყნიური სიამტკბილობისაკენ, სადღა იქნება შიში ამ ქვეყნიური განსასწრების წინაშე, სადღა იქნება შიში და წოლა და ცახცახი სიკვდილის წინაშე. იქნება სიმშვიდე, იქნება ბედნიერების განცდა, მუდმივი წყალობის შეგრძნება. იმიტომ რომ ის, ვინ შენ გიყვარს, შორს ხომ არ არის, ის ხომ შენ გულთან დგას და ერთი სული აქვს შენში შემოვიდეს. რწმენა ცოცხალი უნდა იყოს. სიყვარულით ახსავსე უნდა იყოს. მან უნდა განსაზღვროს ყველაფერი ჩვენში, თითოეული თმის ღერიც კი, ყველაფერი უნდა მოიცვას მან. და თუ ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯს არ გადავდგავთ და მხოლოდ მექანიკურად რელიგიური გზნობების დაკმაყოფილებას მოვინდომებთ, წარმართული განწყობებით ემან რამე არ მომივიდესო, ღმერთთან რო არ ვიყო, არაფერი არ გამოვა. ერთი ჩვეულებრივი წარმართები იქნებით, რომელსაც ტყუილ უბრალოდ ქვია ქრისტიანის სახელი. და მაშინ საქმეზე რომ მიდგება, ყველაფერი შეგვაშინებს. ავადმყოფობაც მოდის, ქრისტიანთან არ მოდის, განსასწრებიც მოდის, ქრისტიანთან არ მოდის, სიკვდილიც მოდის რა, ქრისტიანთან არ მოდის და არ მოუკვდებით ჩვენ. მაგრამ ქრისტიანი ავადმყოფობასაც, განსასწრებსაც, სიკვდილსაც ღიმილით უყურებს, იმიტომ რომ ეს არაფერი არ არის. არაფერი არ არის. იმიტომ რომ ჩვენ სხვა სიცოცხლეს ვატარებთ. და თუ ჩვენ ამ სხვა სიცოცხლეს ჩვენში ვერ ვგზნობთ, მაშინ წმინდა მამები ამბობენ, შენ ქრისტიანი არ ახარ. როცა იგებ წმინდა მამების სიტყვას, რომ თუ შენ სხვა სიცოცხლეს, ანუ ღმერთის სიცოცხლეს შენში ვერ გზნობ, ქრისტიანი არ ახარ. და გზნობ რას ნიშნავს? გზნობ და არაფერს არ აკეთებ, საერთოდ აბსურდია. რო გზნობ ის იმდანაც ცვლის შენ ცხოვრებას. საერთოდ ყველაფერს მთელი ჰაბიტუსი იცვლება, გამომეტყველება, ყველაფერი მთელი არსება სხვა ადამიანი ხდება. და თუ ვერ გზნობ და შენი ცხოვრება ამას ადასტურებს, მაშინ რა ვიცი, ალბათ უნდა გამოვხიზდეთ, თორე დღეს ვართ ხვალე და ზეგ აღარ ვიქნებით. და ეს ზეგ შეიძლება მოხდეს დღეს, ეს ზეგ შეიძლება დღეს იყოს და შეიძლება იყოს გარკვეული დროის მერე, მაგრამ აუცილებლად მოვა. აუცილებლად მოვა. არ აგვაქვს დასაკარგავი დრო. არც ერთი წამი არ აგვაქვს დასაკარგავი. ეს ცხოვრება ისე დრო, ისე მუხანათურად, სწრაფად გარბის, რომ თვალის დახამხამებასაც ახლა მე 56-ში ვარ. ის წარსული 56 წელი გინ ყოფილა გინდა რა, რომ გადახედავ, არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ არის. ახალგაზრდები არიან ხოლმე განსაკუთრებულად საბრალონი, როდესაც ეს 16, 17, 18, 20, 21, 25 წლამდე საბრალონი, იმიტომ რომ როცა ურწმუნო ცხოვრობენ, იმიტომ რომ ახალგაზრდას ეს ენერგია, ახალგაზრდული, ხორციელი, მოწოლილი როა, გონია რომ აი თეორიულად რაღაცა იცის სიკვდილის არსებობს საშემო, მაგრამ აი ეს მუდმივად ყოფნის განცდა აქვს, ეს საცდურია. ეს აუცილებლად დაილევა, ჩაიწვება და დამთავრდება. მაგრამ როგორც კი შენ სწორესულიერო ცხოვრებას იწყებ, ისეთი ახალი სიცოცხლე იწყება შენში, რომელიც აღარასოდეს დამთავრდება და აი ამის განცდა გაქვს მუდმივად, ამის შეგრძნება გაქვს მუდმივად. ღმერთმა მოგცეს ზალა ასეთი სწორი ცხოვრების. ღვთისნება გვაინტერესებს, რა არის ღვთისნება, რა დღესაც აღმოვიკითხეთ. ნება არის ღვთისა რა, ის რომ ჩვენ გვწამდეს მისგან მოსული, განკაცებული ძეღმერთი.
და ვინც ირწმუნებს, ანუ ვინც აღასრულებს ამ ნებას ღვთისას ის ღმერთთან იმყოფება. ეს არის ნება ღვთის. ეს არის ნება ღვთის. რაც უნდა ბევრი ფილოსოფია, ვირწმუნოთ, ანუ ვიყოთ მისი ერთგულნი. გაუხსნათ ჩვენი გულის კარები და გვიყვარდეს. რა უნდა ადამიანი ძალიან ადვილად მიხვდება, რომ ღმერთი არ უყვარს. საკმარისია თავის ცხოვრება შეხედოს და თავის დამოკიდებულებას ადამიანებთან. იმწასო მიხვდება, რომ თუ გიყვარს ქრისტე, ქრისტეს გავხარ, ემსგავსები. თუ ქრისტეს არ ემსგავსები, ქრისტე არ გიყვარს. ძალიან ადვილი გასაგებია. ღვთის ნებაც ეს არის, ჩვენ რო გვაინტერესებს. ერთი რაღა დაგვრჩენია, რომ აღვასრულოთ. და დანარჩენი უკვე ღმერთმა იცის, რა სიხარულს და რა ბედნიერებას მოგცემს ჯერ კიდე აქ მყოფებს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ.